ქართული ოცნების ხელისუფლებად წოდებული ჯგუფი ბანდა ხუნტა, რასაც ვუწოდებ ხოლმე მე და რასაც უწოდებენ ხოლმე ჩემი კოლეგები და ობიექტური ადამიანები, დღენიადაგ იმაზე საუბრობს, აი ეს ბანდა ხუნტა, არაფრის მწოდნე ხა ბანდა ხუნტა, რომ დასავლეთს საქართველოს სჭირდება. და საქართველოს იქით გარდა მას სხვა გზა იმისთვის რომ შეაღწიოს ცენტრალურ აზიაში და შედარებით იაფად ნაკლებ ფასად წამოიღოს მნიშვნელოვანი ტვირთები ცენტრალური აზიიდან და ჩინეთიდან დასავლეთის მიმართულებით ევროკავშირი იგულისხმება საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით არის გარდაულად მნიშვნელოვანი აუცილებელი გეოგრაფიული სივრცე დასავლეთისთვის ეს ასეცაა ხაზგასმით მინდა ვთქვა უზარმაზარი ან ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული და სატრანსპორტო პროექტები განხორციელებულა საქართველოს გავლით ძალიან ბევრი ხმამაღლა თქვამია მაგრამ ერთი ათეულის ჩამოთვლა მაინც შეიძლება და ასეც არის მით უფრო საქართველოს როლი მისია ფუნქცია გაზრდილია ფასი გაზრდილია იმის გათვალისწინებით რომ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში პრაქტიკულად არ არსებობს ჩრდილოეთის მარშრუტი გამავალი რუსეთზე იმ სანქციებიდან გამომდინარე რომლებიც დაკისრებული არის რუსეთზე და მის კომპანიებზე სახელმწიფო თუ კერძო კომპანიებზე ასეა კვლავ ვიმეორებ ჯერაც სხვათა შორის როდესაც ქართული ოცნების წარმომადგენლები ამბობენ რომ დასავლეთ საქართველოს სჭირდება როგორც დერეფანი როგორც ჰაბი როგორც ქვეყანა სადაც რომელზეც გადის ეს შუა დერეფანი მეტწილად ეს ასია და ამბობენ ქართული ოცნების წარმომადგენლები ამასაც ამბობენ რომ აი კანდიდატის სტატუსი რომ მოგვცესო იმის დასტურია რომ საქართველოს იქით მას დასავლეთ გზა ევროპას გზა არ აქვს ამ ყველაფრის მიუხედავად ევროპას რომელსაც სჭირდება საქართველოს ქართული ოცნების ბანდის წარმომადგენლები არ ვიცი კობახიძიდან დაწყებული პაპუაშვილით გაგრძელებული დინარაძით გაგრძელებული და ვისაც ორი სიტყვის გადაბმა შეუულია ან არ შეუულია დღენიადაგ აგინებენ აკრიტიკებენ ოღონდ მეორე მხრივ ახსენებენ რომ თქვენ ხო გჭირდებით ჩვენ ხო გჭირდებით თქვენ და აიტანეთ ეს გინება აიტანეთ ის რომ ჩვენ არ გვექნება სასამართლო ჩვენ გვექნება არ გვექნება სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, აქ იქნება რეპრესიული მანქანები ჩართული, აქ იქნება რეპრესიები, პატიმრები გვეყოლება პოლიტიკური ნიშნით, აქ არ იმუშავებს სოციალური მედია, აქ არის ყველაფერი აიტანეთ, იმიტომ რომ გჭირდებით. თქვენ გჭირდებით ჩვენ და ჩვენ ხო დერეფანი ვართ. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ სჭირდება საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლება, ბანდა ხუნტა და ასე შემდეგ 26 ოქტომბრის შემდეგ უკანონო ხელისუფლებად წოდებული ჯგუფი არაფერს აკეთებს საიმისოდ რომ საქართველოს როგორც საჭირო ქვეყანა, საჭირო ქვეყანა განვითარდეს ინფრასტრუქტურულად განვითარდეს რკინიგზა, განვითარდეს საავტომობილო გზები და არა მხოლოდ ცენტრალურ ბანკს გულისხმობს აშენების მშენებლობის ტემპი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება დაგეგმილს, განვითარდეს პორტები, განვითარდეს ლოჯისტიკური ხაზები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამაზე არ ვლაპარაკობ, არა. ჭირდებით დასავლეთს, მაგრამ ჩვენ არც არაფერს არ ვაკეთებთ და ახლობით ეს არის მიდგომა ქართული ოცნების ხელისუფლებად წოდებული ბანდისა. მაგრამ ახლა რასაც ვიტყვი, ერთგვარად ადასტურებს იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ ჩვენ ჭირდებით ჯერაც და სწორი, აბსოლუტურად სწორი სიტყვაც შეთანხმება დროის გარემოებაც ჭირდებით აწმყოშია ნათქვამი ჯერაც ჭირდებით ჩვენი როლი მისია შეიძლება ერთგვარად უკუგდებული ან შემცირებული ან მინავლებული იყოს გარკვეული პერიოდის შემდეგ იმ გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონში ვითარდება და რაც საკვირველია გულისხმობ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ერთგვარად დალაგებას. იცით თქვენ რომ დღიდან დამოუკიდებლობის აღდგენისა არსებობდა ამ მეზობელ სახელმწიფოს შორის კონფლიქტი, მანამდეც დაიწყო ყარაბაღის კონფლიქტი, დიდი კონფლიქტი, სამხრეთ კავკასიის ტკივილი, რომელმაც უამრავი ადამიანი შეიწირა, რომელსაც ჰქონდა რამდენიმე ფაზა
და ორივე ქვეყნის პოლიტიკური ელიტები ამ შემთხვევაში მეგულისხმობ მამამ ბულფაზ ელჩიბეის არამედ მამა ალიევს და მის შვილს ილჰამ ალიევს, ანუ ჰეიდარ ალიევს და მის შვილ ილჰამ ალიევს, ასევე სომხეთში პრაქტიკულად ყველა ლიდერი ვიდრე ნიკოლა ფაშინიანამდე ერთმანეთს შუბლებით აწკდებოდნენ და სომხეთი მნიშვნელოვან უპირატესობას ფლობდა ვიდრე ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებამდე, როდესაც აზერბაიჯანმა აღიდგინა საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა. ახლა აქ მეჩხუბებიან ცხადია ამ ვიდეოს ქვეშ კომენტარებში ცალკეული კომენტატორები და მეტყვიან რომ იცი რა არის სომხეთის ეს იყო სომხეთის ისტორიული მიწა, რომ იქ იყო ხაჩკარები მაგალითად და ასე შემდეგ მესმის ყველა არგუმენტი არავისკენ არა ვარ, არ გეგონოთ რომ ვინმეს მხარეს, ვინმეს პოზიციას ვიცავ, უბრალოდ მე ვცდილობ აღწერო პროცესები მოვლენები. და პირადად ის თუ ჩემი პოზიციაზეა საუბარი და ვაფიქსირო რომ პაშინიანის პოლიტიკა არის აბსოლუტურად სწორი, იმიტომ რომ აზერბაიჯანთან ურთიერთობების დალაგება ავტომატურად განაპირობებს ან შემდეგ განაპირობებს თურქეთთან ურთიერთობების დალაგებას, ანუ სომხეთის მოწყვეტას რუსული სივრციდან ოდკპ-დან, SNG-დან, სავარაუდოდ ფორმატიდან 3+3 და სომხეთის ერთგვარ დასავლეთიზაციას თუ ეს ყველაფერი წარმატებით დაგვირგვინდა. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დალაგების მცდელობა აქვს ორივე ლიდერს, ალიევსაც და პაშინიანსაც და რამდენიმე დღის წინ გაფორმდა ერთგვარი ჩარჩო, მაინც ესე ვიტყვი, შეთანხმება ამ ორ ქვეყანას შორის, რომლის მიხედვითაც ჩატარდება, რომლის თანახმადაც სომხეთში ჩატარდება პაშინიანის თქმით რეფერენდუმი და სომხეთს აღარ ექნება აღარანაირი ტერიტორიული პრეტენზიები აზერბაიჯანთან, რაც ძალიან კარგია. მე მესმის რომ სომეხი ნაციონალისტები კვლავ მეორემ გამიჯავრდებიან, მაგრამ გავბედავ და ვიტყვი, რომ იმისთვის რომ ეს უსიამოვნებები, კონფლიქტები აღმოიფხვრას ერთხელ და სამუდამოდ, ეს ძალიან კარგი ამბავი არის ჩემი შეფასებით, ნუ მიწყენთ მაინც და მაინც, ახლა შეიძლება აზერბაიჯანულმა მოქალაქეებმა პირიქით შემაქონ და მითხრათ, ნუ შემაქებთ, არ არის ხა ჩემთვის მნიშვნელოვანი თქვენი ქება ან თქვენგან კრიტიკა ჩემი. მნიშვნელოვანია რომ მე ჩემს მოსაზრებას მოგახსენებთ ამასთან დაკავშირებით. მოკლედ სომხეთი ცდილობს ნელ-ნელა გამოვიდეს იზოლაციიდან და ამასთან კვლავ ვიმეორებ კურსი უჭირავს არა რუსეთისაკენ, რომელმაც ყველაფერში გადააგდო, თუ მაინც და მაინც ასე ვისაუბრებთ, სომხეთი განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, არამედ საკუთარი სუვერენიტეტისგან მტკიცებისაკენ, რაც თავის მხრივ წარმოუდგენელია სომხეთის აზერბაიჯანთან, კი არა ევროპასთან მჭიდრო ურთიერთობის გარეშე. სომხეთის მეზობელი საქართველოა და ჩვენ ყოველთვის მათ შორის მეც ვამბობთ, რომ სომხეთის დეიზოლაცია პრაქტიკულად წარმოუდგენელია საქართველოს გარეშე, ასეც არის, რასაკვირველია, მაგრამ მეორე მხრივ თუ აზერბაიჯანთან ურთიერთობები დაალაგდა, თუ სამშვიდობო კონტინგენტად წოდებული საოკუპაციო რუსული ჯარი არ იქნება ამ სადავო უკვე არასწორი სიტყვა ამ მხარეებს შორის ჩამდგარი და თვითონ მოაგვარებენ ეს მხარეები იმ სადავო საკითხებს, რომლებიც გარკვეული ალბათობით შემდგომშიც წარმოიშვება, არ გულისხმობ მაინც და მაინც ცეცხლის გახსნას, სადავო საკითხები იქნება ალბათ თუ ამასობაში სომხეთმა მიუხედავად იმისა, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისის გენოციდის საკითხი დღის წესრიგში დგას მაინც, არ იქნება წინ წამოწეული გენოციდის საკითხი და სომხეთი დაალაგებს ურთიერთობას აზერბაიჯანთან. თუ სომხეთის დასავლეთიზაცია მოხდება, მათ შორის უპირველეს ყოვლისა სომხური დიასპორის მეოხებით, ძალისხმევით, დაუახლოვდება სომხეთი ევროკავშირის წევრი ვერ გახდება, ცხადია ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში, მაგრამ მიიღებს ასოცირების ხელშეკრულებას, შესაძლოა მიიღებს უვიზო რეჟიმს, შესაძლოა მიიღებს კანდიდატის სტატუსსაც და ასე შემდეგ, ანუ დაგვეწევა ჩვენ, როგორც ჩვენ რუსეთისკენ მივდივართ წინ წაწეული სახელმწიფო, ესეც ფაქტია, რომ ჩვენი დინამიკა არის დაღმავალი, ხოლო სომხეთის დინამიკა იქნება აღმავალი. ამის შემდგომ უკვე ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული და სატრანსპორტო და
აღმოსავლეთსა და დასავლეთის დამაკავშირებელი პროექტი შეიძლება განხორციელდეს სომხეთზე გავლით და აი ეს თეზა, რომელსაც მეც ხშირად ვიმეორებ, რომ საქართველოს მიღმა, საქართველოს გარეშე სომხეთის დეიზოლაცია პრაქტიკულად წარმოუდგენელია, ეს თეზა ნელ-ნელა შემცირდება, ჩაიფუშება, ნელ-ნელა მინავლდება, ნელ-ნელა არგუმენტირებული აღარ იქნება, ისეთი არგუმენტირებული აღარ იქნება ყოველ შემთხვევაში, როგორიც იყო აქამდე. არა და ყველა პროცესი მიდის აქამდე, ყველა პროცესი მიდის, რომ სომხეთი დეიზოლაცია, მოხდება სომხეთის დეიზოლაცია, სომხეთი ნელ-ნელა დაშორდება რუსეთს, სხვათა შორის მიუხედავად იმისა, რომ 9 მაისზე თვე ნახევარში სომხეთის ლიდერი ჩადის მოსკოვში, ალიევიც ჩადის მოსკოვში, იცით თქვენ, საბჭოთა კავშირის, ყოფილი საბჭოთა კავშირის 12 რესპუბლიკიდან რუსეთის გარდა 10 ნამდვილად ჩადის მოსკოვში, ეს წინასწარი ინფორმაციით, ვინიცის შეიძლება ჩავიდეს ასე მაგალითად აღმოსავლეთ ევროპიდან ფიცო და ორბანი და კიდევ უფრო შორსაც წავიდოდი ახლა ერთი ეჭვის თაობაზე გეტყოდით, მაგრამ თავს შევიკავებ და ვინიცის ამ შემთხვევაში საქართველოს არ გულისხმობ, ვინიცის იქნება ჩადის კიდეც ირაკლი კობახიძე, თუმცა ამაზე მეტ ინფორმაცია რომ ექნება, მეტ ერა სხვა ვიდეო ბლოგს შემოგთავაზებთ. ახლა მაინც სომხეთზე ვლაპარაკობთ, სომხეთის ლიდერი ჩადის მოსკოვში, მაგრამ სომხეთის დეიზოლაცია როგორც ასეთი გარდაუვალია თუ ეს პროცესი ამ დინამიკით გაგრძელდა. ჩვენი პოლიტიკოსები კი არ ლაპარაკობენ ამაზე, ისინი ერთმანეთთან კინკლაობით და სრულიად მეორე მეხუთე 25 ხარისხოვანი თემებით არიან დაკავებულნი საზოგადოებრივ და მიაჩნიათ რომ საზოგადოებისთვის ეს თემები საინტერესო არ არის, არადა უმნიშვნელოვანესია, ეს ერთ-ერთი ის თემაა, რომელზეც შეიძლება მიაჭირო წიხლი, კი არა, მიაჭყრიტო ეს ქართული ოცნების ბანდა ხუნტა, რომელზეც პასუხი ასაკვირველია მდინარაძეს ან არავის არ ექნება ესეთი არგუმენტირებული პასუხი, თუმცა პასუხი არგუმენტირებული მათ რაზე აქვთ. ხო, ჩვენ ეხა ამ თემას არ ეხება, მაგრამ როდესაც ცალკეული ექსპერტები, მიმომხილველები ამბობენ და პირველ რიგში ვიტყვი, ვამბობთ ხოლმე, რომ ჩვენ მოცემულ ეტაპზე უნდა განსაკუთრებული ურთიერთობები კიდევ ერთხელ დავამყაროთ თურქეთთან, ოპოზიციას გულისხმობ, თორე ეს ბანდარის დამხარებელია, ხო? ეს ესეთი ჰაერიდან მოთრეული ამბავი არ არის, თურქეთი არ არის დემოკრატიის მექა, დემოკრატიის ოაზისი, რასაკვირველი არც სოფლიოში და არც რეგიონში, თუმცა რეგიონში რატომაც არა, ხო? ესე გამოდის, რომ არის, რომ თურქეთი ყველაზე უფრო დემოკრატიული სახელმწიფოა ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებს შორის ხომ არის, სომხეთ, აზერბაიჯანს, საქართველოსაც მნიშვნელოვნად უსწრებს წინ, მაგრამ ევროკავშირის მასშტაბიდან, ევროპის კონტინენტის მასშტაბით რასაკვირველია, თურქეთი საკრიტიკო ქვეყანაა, მაგრამ თურქეთი ნატოს წევრია, რომელიც ღია დაფიქსირებს ყირიმი არის უკრაინის. ჩვენ მივდივართ ევროკავშირისკენ, ჩვენ გვინდა ევროკავშირში ერდოღანის დონეზე, მე აქ მინისტრებს არ გულისხმობ, რომლებიც ისედაც ამას ამბობენ, ხო, ერდოღანის ნებართვით ცხადია და ჩვენ უნდა მივეკედლოთ თურქეთს, იმიტომ რომ თურქეთი კარგი ლოკომოტივი იქნებოდა. სომხეთი არ ეკედლება მაინც და მაინც, მაგრამ ურთიერთობას კი აგვარებს, ესეც ვიცით, სომხეთი უფრო, მოდი ესე ვიტყვი, საფრანგეთზე არის მიკედლებული და ბევრ პოლიტიკურ ნაბიჯს დგამს სწორედ საფრანგეთის უმაღლესი ხელისუფლების კარდახით. ოპოზიციას კი კვლავ ვიმეორებ მართებს თურქეთთან ახლო ურთიერთობების ერდოღანამდე ვერ მიაღწევენ, რა თქმა უნდა, მაგრამ შეიძლება მიაღწიონ საგარეო საქმეთა სამინისტრომდე, შეიძლება მიაღწიონ თურქეთის პარლამენტამდე, შეიძლება მიაღწიონ იმ გადაწყვეტილების, იმ მიმღები, რომლებიც რეკომენდაციას მაინც აძლევენ თუ საგარეო საქმეთა მინისტრს და თუ თვით პრეზიდენტ ერდოღანსაც კი. ხო და ეხლა კიდევ ერთი ამბავია, რატომ არის მნიშვნელოვანი თურქეთის მომხრობა, ხო? ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის ენერგოპროექტები, აი ხარ შუაშია თითქოს, ხო? მაგრამ 4 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა გაჩერებული ჩვენთან ჰიდროენერგიაში, ენერგო
ობიექტების მშენებლობაში, ხა ყველამ ვიცით ამ ნამახვანის თაობაზე დამოუკიდებლად იმისა, ვის რა აზრი ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, უნდა აშენებულიყო თუ არა ნამახვან ხესი, მაგრამ ამაზე არ ვლაპარაკობ, ხა ჩემს პოზიციას კი არ გაცნობთ, ანუ იმას კი არ ვამტკიცებ, რომ უნდა აშენებულიყო ან არ უნდა აშენებულიყო. და აი ვიწყეთ ხა უკვე მეორე ხარისხოვანია, მაგრამ 4 მილიარდის ინვესტიცია რო გაჩერებულია ენერგო პროექტებში ჰიდროენერგიაში, ხო? ეს ძალიან დიდი ამბავია და ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები ნაცვლად აი ამ სისულელებზე ლაპარაკისა უნდა საუბრობდნენ მათ შორის ანკარასთან იმის თაობაზე, რომ თუ ხელისუფლებაში ისინი დაბრუნდებიან, კი არა, მოვლენ, სად დაბრუნდებიან, მოვლენ. ხო, კოალიციური მთავრობით ცხადია, ხო, ისინი ინტენსიურად დაიწყებენ თურქეთთან ამ თემაზე საუბარს და თურქული ინვესტიციები გაჩნდება და ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთისთვის, იმიტომ რომ მასაც ბუნებრივია შავი ზღვის კონტექსტში თუნდაც ეძვირფასება საქართველოს როგორც ასეთი და რასაკვირველი ეძვირფასება, იმიტომ თავის მხრივ რომ რუსეთის დაბალანსება თუ საერთოდ განდევნა არა, უნდა შავი ზღვი და ნაკი ამიტომაც აფიქსირებს თურქეთი მისი პრეზიდენტის დონეზეც კი დამატებით ამიტომ აფიქსირებს პოზიციებს ყირიმის უკრაინისათვის დატოვება დაბრუნების თაობაზე და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ურღვევებასთან დაკავშირებით. ახლა ეს ყველაფერი რომ თქვი, ხო, ეს ყველაფერი მე საბოლოო ჯამში ამ ყველაფერს ვამბობ გასაგონად ოპოზიციისა, რომელიც და საზოგადოებისა. ჩვენ ამასობაში ეს ქართული ბანდა ხუნტა, ქართული ოცნება არაფერს აკეთებს, კვლავ ვიმეორებ და ისედაც შესუსტებული ხო იქნება ჩვენი შუა დერეფანობა, შუა დერეფანში ჩვენი როლი, მისია, ფუნქცია და ასე შემდეგ, მაგრამ აი ამ თურქულ სომხურ აზერბაიჯანული ურთიერთობების დაალაგების შემთხვევაში კიდევ უფრო მინავლდება, კიდევ უფრო შესუსტდება და ეს არგუმენტი რომ ევროპას ვჭირდებით, აღარ დასჭირდები, როდესაც ყველაფერი მგონს ეს კარტები ან საჭადრაკო დაფა საბოლოოდ დაალაგდება და ის დაალაგდება მიუხედავად იმისა, რომ ასეთ სერიოზულ турბულენციაშია მთელი მსოფლიო, პირველ ყოვლისა რასაკვირველია შეერთებული შტატების პოლიტიკის ან აჩქარებული პოლიტიკის, ან ხშირ შემთხვევაში გაუგებარი პოლიტიკის, ან ხშირ შემთხვევაში საკრიტიკო პოლიტიკის გამო. ახლა მე ამ საკრიტიკო პოლიტიკაზეც მიტყვი ორ სიტყვას, იცით თქვენ, რომ პრეზიდენტი ტრამპი და პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლები ამბობენ იმას, რომ ყირიმი, აი ჩემს მიერ უკვე მეორედ ხსენებული, ყირიმი უნდა გადაეცეს რუსეთს. სხვა შორის ერდოღანის ბოლო განცხადება ყირიმთან დაკავშირებით დროში ემთხვევა და მე მგონია რომ არა შემთხვევით იმას რომ განცხადებას ვაშინგტონიდან. ვაშინგტონის საწინააღმდეგო განცხადებას აკეთებს ერდოღანი, როცა ამბობს რომ არა, ყირიმი არის უკრაინის. ამის შემდგომ სხვათა შორის შედგა საუბარი ტრამპსა და ერდოღანს შორის, არ მგონია რომ ტრამპს ჭყალებში თუ ბრჭყალებოდ გაებედა ერდოღანისთვის შეცვალე პოზიციაო. ერდოღანი რომელიმე ორბანი არ გეგონოთ, ერდოღანი 80 მილიონიანი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი რეგიონალური ქვეყნის, მათ შორის ირანის და სირიის კონტექსტში უმნიშვნელოვანესი ქვეყნის, ახლო აღმოსავლეთის კონტექსტში ამ ქვეყნის ძალიან ძლევამოსილი ლიდერია. მოკლედ, ტრამპის ადმინისტრაცია ამბობს, რომ ყირიმი ვაინოთ უნდა გადაეცეს და ერთი ვაი უშველებელია ატეხილი და სავსებით სამართლიანად იმასთან დაკავშირებით, რომ რა უფლება აქვს საბოლოო ჯამში ვაშინგტონს განსაზღვროს, ვისი რა უნდა იყოს, მით უმეტეს, რომ როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, ყირიმი მოხვდა, დარჩა უკრაინის შემადგენლობაში და უკვე შემდგომ პერიოდში, კლინტონის პერიოდში 94 წელს უკრაინა მიიღო უსაფრთხოების გარანტიები იმ საზღვრებში, რომლებშიც ის არის, ანუ ყირიმის ჩათვლით. მაგრამ ახლა ამაზე არ გავამახვილებ მე ყურადღებას ტრამპის და მისი წარმომადგენლების სრულიად არასწორ პოზიციაზე, განცხადებაზე, მიდგომაზე საკითხის მიმართ. სხვანაირად დავსვავ საკითხს. და ვინ ამბობს, რომ რუსეთი თანახმა მხოლოდ ყირიმზე? აი ეს კი უკითხავთ ვაშინგტონში, ან ვაშინგტონს ხوار მიმართავ ახლა. ეს კი არ არის საინტერესო. მე გეტყვით, რომ რუსეთს გაეცინება, იტყვის, რომ
კრიმ იტაკნაშ ყირიმი ისედაც ჩვენია თქვენ დანარჩენი 4 რეგიონიც გვიფეშქაშეთ გამოუშვით დონეცკი ლუჰანსკი ხერსონი რომლის ნახევარს საკონტროლებს უკრაინა და ზაპოროჟიე რომლის 30-40%-საც აკონტროლებს უკრაინის ცენტრალური ხელისუფლება აი ეს არის ჩვენი მოთხოვნა თორე ყირიმი ისედაც ჩვენია როდესაც კონფლიქტი ვერბალური მოხდება შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ერთ-ერთი სადაო თემა თუ ერთადერთი არა იქნება სწორედ რუსეთის ეს მადამოსულობა საქართველოსაც დაუბრუნდები უკვე ამ ჩემი ვიდეო ბლოგის ბოლოს და ვიტყვი შემდეგ რამეს ბოდიში მართლა გიბოდიშებთ აი რას ვიტყვი არის ესეთი სენატორი ტრამპის რესპუბლიკელი ტრამპის მარჯვენა ხელი გაცილებით უფრო დიდი მარჯვენა ხელი ესე გრძელი მარჯვენა ხელი სენატში ვიდრე კონგრესმენი სენატში მარჯვენა ხელი ისეთივე თუ გდებავთ ვიტყვი როგორც არის კონგრესში ვილსონი და კიდე უფრო დიდი და სერიოზული ამ სენატორს ქვია როჯერ ვიკერი რომელიც სრულიად შემთხვევით ისე რომ არავინ არ ეკაჩებოდა postავს X-ზე. In Georgia, Serbia and Hungary, citizens are talking to the streets to protect. სერბეთშიო საქართველოს იწყებს ოღონდ. უნგრეთში და საქართველოსშიო მოქალაქეები გამოვიდნენ ავტორიტარიზმის წინააღმდეგო. ავტორიტარიზმის წინააღმდეგო. ამბობს ეს სენატორი. ანუ სენატორები, კონგრესმენები, ადმინისტრაციის ცალკეული წარმომადგენლები ამ რეჟიმს, ივანიშვილის რეჟიმს უწოდებენ ავტორიტარულ რეჟიმს. და ტრამპს ბუნებრივია მისდის პოზიციები და ინფორმაციები და პოზიციები მათი შეფასებები ივანიშვილისა. ეს ივანიშვილისთვის სასარგებლო ამბავი არ არის. რაც არ უნდა ეცადოს ლობისტების საშუალებით ბიძინა გრიგოლი ივანიშვილი რომ დაალაგოს ურთიერთობები ტრამპის ადმინისტრაციასთან, ჩანს ტრამპის ადმინისტრაციაში უფრო დომინირებს აზრი იმის თაობაზე, რომ ეს არის ავტორიტარი ტიპი. რომელიც სხვათა შორის, რომლის წარმომადგენლები სხვათა შორის შენ რომ არ მოგწონდა დონალდ არ მოგწონს. ირანის ხელისუფლებას ეკურკურებოდნენ გარკვეული პერიოდის წინ. მათი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თეირანშიც იყო პრეზიდენტის დაკრძალვაზე, იმ თეირანში, სადაც იყო პლაკატები გამოფენილი სიკვდილი ამერიკას, ძირს ამერიკას და ასე შემდეგ. ამერიკას ხას უსვამ და არა ჯო ბაიდენს, ამერიკას და არა ბარაკ ობამას, ამერიკას და არა კამალა ჰარის, ან ბილ კლინტონს ან ჯორჯ ბუშს, რომელიც არც ერთი მათგანი შენ არ მოგწონს დონალდ. ეგ რა მაგის პასუხია. აი ამგვარი ამბავი მწიფდება ბიზინა ივანიშვილის თავს. ცხადია, საქართველოს საკითხი არის 42 ხარისხოვანი. საქართველოსთვის ვერ მოიცლის უშუალოდ დონალდ ტრამპი, კარგა ხანი თუ ოდესმე მოიცლის. მის დონეზე რა საკვირველია არ აიწევა საქართველოს საკითხი და ბიზინა ივანიშვილს ეს აძლევს ერთგვარი მოქმედების თავისუფლებას, მაგრამ რაღაც დონეზე, მაგალითად მარკო რუბიოს დონეზე ამ საკითხმა შეიძლება აიწიოს ძალიან ახლო მომავალში და რუბიომ თქვას, რომ საქართველოში თქვას იქიდან გამომდინარე, რომ ვაგე სენატორ კონგრესმენები წერენ ამგვარ ამბებს, ხო, ასე აფასებენ მოვლენებს. საქართველოში დემოკრატია უგულებელყოფილია. საქართველოში ამერიკული ინტერესები უგულებელყოფილია. საქართველოში ავტორიტარიზმია და მოქალაქეები გამოდიან სერბეთში, უნგრეთში, რა თქმევინა, ორბანი ხო ტრამპის ძმაკაცია თითქოს. რა თქმევინა სენატორ როჯერ ვიკერს ამის თაობაზე. მაგრამ თქვა
და ეხლა დავუბრუნდები იმ საქართველოს არაფერს აკეთებს იმისთვის რომ ეს მისი ისტორიული მისია ფუნქცია დერეფნობა, ხო, დერეფანობა, ხო, იყოს გაძლიერებული. და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კი ლაგდება, მაგრამ საქართველოს აბასობაში რუსეთის ჭაობი უკანა ეზო, უფრო ზუსტი რომ ვიყოთ, რჩება. და რას ვშვებით? დონალდ. ეს კითხვა ალბათ მომწიფდება. მე ამას ასეთი მარტივი ენით იმიტომ ვცდილობ ყოველ შემთხვევაში, ხო? თუ ეს მარტივი ენაა, იმიტომ წარმოვადგენ რომ ავხსნა ბიზნა ივანიშვილს თავი ქუჩში სულაც არა აქვს. ეს რომ ვიცოდეთ მაინც. ოღონდ იმისთვის რომ თავი ქუჩში უფრო არ გქონდეს. ამ რეპრესიულ რეჟიმს რომლის სათავეში არის თავად ბიზნა ივანიშვილი, მაგრამ ესე ქვემდებარეები არიან კობახიძე პაპუაშვილი, მდინარაძე, კომელაური სხვები და სხვები, დისკომფორტები უნდა შევქმნათ სულ. და თუ სერბეთში და უნგრეთში გამოდიან მოქალაქეები, ეწინააღმდეგებიან შესაბამისად ვუჩიჩსა და რაგვარია ის თავი ტრამპის მაგაცი რო გონია ორბანს და რუბიო რო დაურეკა ამასინად და შეაცვლებინა გადაწყვეტილება ერთი იმ ორბანს და რუსეთს რო ეკურკურება იმ ორბანს, ბიზნა ივანიშვილს მით უმეტეს არა აქვს თავში და თავში ხო ბევრი რამე არა აქვს თავი ქუჩში და მის პოზიციას ვინიც ის იქნება კობახიძის მიუბაძოთ, ხო? ჩალის ფასი აქვს. ნახვამდის.